ცხოვრებაში. ემოციებში სტაბილურობა, მაქსიმალურად აკონტროლებთ ემოციებს, თუმცა გონებაში არის სრული ქაოსი. მოლოდინი ქმედების ფიქრობთ, რომ მენტალურ დონეზე ფიქრობთ, რომ ყველაფერი რთული თითქოს უკან დატოვეთ, მაგრამ ეხლა ხართ სტაგნაციაში და არ იცით რა გელოდებათ მომავალში. გააქვთ მოლოდინი სტაბილურობის და სიახლის კარგი კუთხით, მაგრამ არ ხდება ჯერჯერობით არაფერი და აი რაღაცა ქმედებას ელოდებით იმ იმედისას, რომელიც გაქვთ და ეს იმედი, რაც გაქვთ, ეს არ არის უბრალოდ რაღაცა ჰაერიდან მოტანილი რაღაცა ფუნდამენტი გაქვთ თქვენ რეალურად იმისა რისი იმედიც გაქვთ რომ უნდა იყოს, მოხდეს, თუმცა არ იცით ეს ფუნდამენტი, ასე ვთქვათ, ამ ფუნდამენტზე აშენდება თუ არა რამე გამიგეთ, თუმცა გჯერათ და თითქოს აი იცით, რომ კი აშენდება, რაღაცა იქნება, მაგრამ არ იცით, აი კიდე არ იცით რა იქნება რეალურად. ეს იმედი ქმედების, რომ დაუშვათ რაღაცას იმოქმედებს, ამას იზავს, იმას იზავს, ან იზავს, ეს ყველაფერი გაქვთ, მაგრამ რეალურად არ იცით რა იქნება მომავალში. არ იცით რა იქნება მომავალში და ეს არის რაც განერვიულებთ. რას უკავშირდება ეს მოლოდინი ამ ადამიანის? გულის ტკენას, გაურკვევლობას, გაუგებრობას, უძრავობისას, თქვენ ემოციურ სფეროში, კონკრეტულად სასიყვარულო სფეროში, ხო? რომელიც დიდი ხანი არის სტაგნაცირებული და ფიქრობთ იმას, რომ რამდენი ხანია ესეთი გაურკვევლობა, ესე ბუნდოვანი სიტუაცია, რაც გულს გტკენთ და გინდათ, რომ აი დარჩეს რა და ბოლოს ეს ყველაფერი წარსულში და რაღაცა ახალი სიახლე შემოვიდეს. მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებთ, რომ ახალ გზაზე წახვიდეთ. აქ ვიღაცამ შეიძლება დატოვა რაღაცა წარსული ურთიერთობაც და დაადგა ახალ გზას, მაგრამ აი ამ ახალ გზაზეც გადაწყვეტილება მიიღო, რომ მზად ვარ მე სიახლისთვის, მაგრამ აი ახალ გზაზეც გაქვთ მოლოდინები და მოკლედ თქვენს თავში არის სრული ქაოსი, ნერვიულობა, შეიძლება აი ღამის ძილი გაქვთ არეული, არც ეს არის გამორიცხული, ღამე არ გძინავთ, ან ძალიან გვიან ღამე გეღვიძებათ და გაწუხებთ ეს ფიქრები მოკლედ. თუ იცანით თქვენი თავი, მოდი ახლა ვნახოთ რა გელოდება ვან, რისი თქმა უნდა სამყაროს შენთვის. შეიძლება სიტუაციაო, ძალიან მალე შეიძლება აქ სიტუაცია უკვე თითქოს ბედის ბორბალი უჭირავს. იმას რა ქვია, თვით თქვენს საგვარეულოს ბედის წერამ უკვე გადაწყვეტილება მიიღო, რომ დროა ეს სტაგნაცია შეიცვალოს და აი გაცოცხლდე როგორც ასეთი რა, აი ამ უძრაობიდან თითქოს დაიწყო მოძრაობა. კი, ჩემო საყვარელო ადამიანო,
შენ გეუბნება შენი საგვარეულო ბედი, შენი ბედის წერა, რომ ჩვენ უკვე აი დღე-დღეზე ვცვლით სიტუაციას. ჩვენ თქვენ მიწიერ დონეზე შენ მოგცემ იმ შანსს, რომელიც შენ გაგიწყება აი შენს მომავალ გზაზე დიდი ხნის განმავლობაში. აი ეს შანსი, ეს საჩუქარი, რასაც მე შენ მოგცემ შენს მომავალთან დაკავშირებით, ეს იქნება მკაფიო, ეს იქნება შენი სწორი გზის საწინდარი, როგორც ასეთი. ეს იქნება ის სამართლიანობა, რაზეც შენ დიდი ხანია ოცნებობდი. ჩვენ გაძლევთ შანსს შენს მომავალში წასასვლელად, რომელიც დაიმსახურე, რომელზეც ოცნებობდი, მაგრამ არ ჩანდა ეს ყველაფერი, რომელიც არ ჩანდა ეს ყველაფერი და მიუხედავად ამისა, შენ ცდილობდი, შენი გეგმები ისე გეკეთებინა, რომ ბალანსი არ დაგერღვია. ამიტომ სამყაროს სამართლიანობა გაძლევს მიწიერ დონეზე სულ მალე, აი მართლა დღე-დღეზე იმ შანსს, რაზეც ოცნებობდი. დამთავრდა შენი, ასე ვთქვათ, დამშვიდდება შენი მენტალური მდგომარეობა, გეუბნებიან. დამთავრდა შენი, ასე ვთქვათ, რემონტიზაცია შენი სულის და აქ შენი ეს ოცნება, რასაც აგიხდენენ, დაამშვიდებს შენს ნერვიულობას, იმას, რაზეც ნერვიულობდი. იმიტომ რომ აი შენს გონებაში მოხდება, გეუბნები, აი ამ შანსის მოცემით, ამ ოცნებასთან დაკავშირებით შანსის მოცემით, შენს გონებაში მოხდება აი თითქოს როგორი რაღაცა, იცი, მოდი ესე ვთქვათ, აი ბეტონის კედლები როა და რომ დამუშავდება, რომ იტყვიან შპაგლით და შემდეგ უკვე გაკეთდება კოსმეტიკური რემონტი, ლამაზი, საბოლოო სახეს მიიღებს შენი მენტალური მდგომარეობა, რომელიც ემყარება სიმშვიდეს. და ამ საფუძველს მოგცემს ჩემო ძვირფასო, ისა რა ქვია, სიყვარული, რომლის ენერგიებში შეხვალ და რომლის არჩევანზეც დადგები ენერგეტიკულად და რომელიც მიმართული იქნება მომავალი პერსპექტივებისკენ. გამიგე, შენ ეტყობა აქ რაღაცა პერსპექტივებს ვერ ხედავდი, სამაინო ვერ ხედავდი და აი ამას ექნება მიზანი, გზა მომავალში წასასვლელი, რომელზეც შენ დაინახავ და ეს დაგამშვიდებს, ეს კაცი, მამაკაცი, რომელიც არაფერს არ ამბობდა და იყო, აი, ასე ვთქვათ, იყავის ამის მოლოდინში, რომ რამე ეთქვა, რაიმე გაგეგო ამ ადამიანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, აი აქ ამაზე ნერვიულობდი და აი არ ვიცი რა, ამაზე ფიქრობდი, რომ ხო არ, აი რა ვიცი, ხო არ ვწდები, ხო არ მელანდება, რავი, აი ამ სიტუაციიდან როგორ გამოვიდე, რას დავაღწევ, აქ რაღაცა იყო ისეთი, რაც თქვენ ძალიან განერვიულებდათ რა, თითქოს აი ყველანაირად თითქოს დაეცით და რა როგორ გამოვიდე, სად არის გამოსავალი, გამოვალ კი ამ სიტუაციიდან, აი ამ გაუგებარი ემოციური კრიზიდან, შფოთვებიდან და აი აქ გამოხვალე კარტობა გითხრათ, კი, გამოყავ ხარ სამყაროს. თითქოს ამ შანსს ეწინა ქალი თუ კაცი. თითქოს აქ მამაკაცი ეწინააღმდეგებოდა
იმ შანსს, რომელიც სამყარომ მოგცათ და აი ამაზე თქვენ თითქოს როგორ რაღაცა იცი? თქვენ რაღაცა იმოქმედეთ, მაგრამ ეს ადამიანი ეწინააღმდეგებოდა ამის აღიარებას, გაიგეთ და რა იქნება? და თქვენ ელოდებოდით, ხო, ეს მარტობაში იყო გასული. ამის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, მოდი ასე ვთქვათ, გამოჯანმრთელება და თქვენ ელოდებოდით ამ კაცის ქმედებას. აბას როგორ რაღაც ქონდა იცი, ეშინოდა სხვათა შორის ამ სიყვარულში წასვლის, იმიტომ რომ დიდი ხანია შეიძლება ამ ადამიანს ის არის რა ქვია თითქოს ამ ადამიანს აღარც ჯეროდა რომ რაღაცა ის აი ესეთი სიყვარული ეწვევოდა, მოდი ასე ვთქვათ. ამიტომ ძალიან ეშინოდა ადრინდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ კიდე რამე ნაბიჯი გადაედგა და აი ამ შიშებს დაამარცხებს, გაიგეთ? და თქვენ გაატარეთ ეს ემოციური გაკვეთილი, თქვენც კი ცოტა იმაში იყავით, მაგრამ კი, ეს კაცი მოდის. მოდის გულისხმობ იმას, რა ქვია, აუცილებლად იმოქმედებს, აუცილებლად გამოჩნდება რა, აი თუ ხო იყო აქ და ეს თავის გამოსავალს ეძებდა, თავის ფიქრებში იყო, თავის რო იტყვიან გონკებში იყო და გამოდის ეს ადამიანი. იმიტომ რომ მიხვდება რომ თქვენ მიწიერ დონეზე ხო აი სრულიად გულწრფელი სიყვარული გაუწოდეთ ამ ადამიანს ეხლა ამას არ იმჩნევდა მაგრამ მიწიერ დონეზე გულწრფელი სიყვარული გაუწოდეთ თავისგან პასუხი არ იყო გამიგე ხო ამის ტვინშიც ვერ მოქმედებდა იმიტომ რომ რაღაცა ისენი როგორი რაღაც იყო იცი სრული არეულობა ქონდა თითქოს რაღაცას გადაწყვეტავდა მე არ იცოდა მე კიდე გადაწყვეტავდა მე წარსულის ქმედებები ახსენდებოდა ის აზრები ერეოდა და აი მოკლედ ამისი განულება ხდება ამ ადამიანის სხვათა შორის აქ კარმა ინგრევა. აქ თუ იცი რისი ეშინოდა ამ ადამიანს თქვენ იმხელად ისეთი ძლიერი ის ქონდათ მიზიდულობა თქვენთან მიმართებაში, რომ ამ ადამიანს ეშინოდა, რომ ის არ მივეჯაჭო, მაგრამ აქ კარმა ინგრევა იცოდეთ ეს აი ამას გააცნობიერებს, გაიგეთ, ორივე სხვათა შორის თქვენ ორივე. აქ აი ტკივნეული ეთქობა კარმული ურთიერთობა გამოლილი გაქვთ თქვენ ადამიანებს, ვინც ახლა უსმენთ ამ გაშლას და გეშინოდათ. შეიძლება ის ადამიანიც უყურებს გაშლებს, ან ისმის ესეთი რაღაცა და ეს არის რა ქვია აქ შეიძლება ორივეს გეშინოდათ, რომ ისევ წარსული, ან თუ არ იცით, ყოველ შემთხვევაში ისევ წარსული ტკივილივით არ იყოს რაღაცა რა. მაგრამ აქ გეუბნებათ ტარო, რომ ნუ გეშინიათ, ეს ზუსტად ეს თქვენი კავშირი არის კარმის დასასრული. აბსოლუტურად. და არის აბსოლუტურად სუფთა. კარგით.
გაშლას ერქმევა შენი მძიმე რეალობის დასასრული დღე-დღესე. ხო, როგორი რაღაცა იცი, ხა მე გკითხე. ანუ შენ მზად ხარ იმისთვის, რომ წახვიდე შენი ქმედითობისთვის ხარ მზად, მაგრამ ჩერდები იმიტომ, რომ ეს ადამიანი ძალიან ნელი ტიპაჟი იყო, გამიგეთ და აქ გამოდის ეს პიროვნება იმიდან უმოქმედო მდგომარეობიდან. თქვენი ლოდინი მთავრდება და სამართლიანი ჯილდო მოგდით სამყაროსგან. კი, იმიტომ რომ აქ გვეუბნებიან, რომ ეს მამაკაცი აღიარებს, რომ ეს არის მიწიერ დონეზე შანსი თავის ახალი ცხოვრების და ბალანსი უნდა დაიცვას თქვენთან მიმართებაში. გისურვებთ ძვირფასო ქალბატონებო, ყველაფერს საუკეთესოს, ბედნიერ წარმატებულ 14 მარტს და გისურვებთ მზეს თქვენს სულში. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.